გაემზადეთ ჩემთან ერთად. რაო. დახურე, კარი დახურე. ნინო. კარი, კარგა მიხურე. უნდა მეთქვას ხალისია და თუ და თქვა მეთქი და კაკრას გავხალისდით. ჩემი მამალი გესალმებით. იმუშავეთ. განახეთ, პროფილები გავაკარეთ. ძირითადი ის დამჭერები გავაკარეთ. 5 ხდება. დავიღალე. მარა ეხა დაბადების დღეზე ვიყავ. როგორ მიხარია? მეზარებათ როგორ არ მიხარია. გაუთოთ. მოიცა ფეხზე ჩავიცვა. გათენდა. ფეხზე ჩავიცვა ის პლასტები იქით ოთახში შევიტანე. სადაც რემონტს ვაკეთებთ. ხო და გიჟივით და დუერპოლის ჯოხით ყოველ ჯერზე ჯერ გარეთ წვედა ვერეში მეწმენდა რომ მაქსიმალურად ვცდილობ რომ ამ ოთახებში არ გამოვიდეს მტვერი. არ არის ერთი მტვრიანი საქმე რა, ლაითად. არა უშავე. თავი ეკეთდება. დაღლას ვინაჩის. ეხა განვიტვირთები, დავისვენებ, გავერთოვი ვიმხიარულებთ, მოვალთ. დანარჩენი ხვალე. საიცხი მაქვს გასაფენი თეთრეული. გამოვიღე კი, მაგრამ დამეზარა და იყოს და რომ მოამერიკოში რა მოხდა. ეს ის მაიკა თურქეთისთვის რო იყიდე და იქ მეცოს უერთხელ და ეხა ვეშოლკაზე მიკიდია სულდა. რატო არ იცმე მანანა? ეხა ის გამოვუთოთ, ვინაიდან და რადგანაც საუთოებელი მაგიდა ავაბინავეთ. გამოგენაცვალე. საწოლზე უნდა გავაუთოთ სავით. ალაგ-ალაგაც ძალიან არ დავაკვდეთ. უბრალოდ სახლიდან გადიხარ. ხო და რას ვემგვანები ხა ესო გასაუთრებელი ჩავი. თოკიდან ჩამოვხსენ. მაგიდაზე ასვლა ჩამოსვლა დამღალა. ვაიმე ჯანდაბა რით ვეღარ გაათენა ამან რა. რით ვეღარ გარეთ გახვალ ის აქ ვემიყივის, აქ შემოხვალ ეს უჯიშო მამალი ყივის. კიდე იქით გახვალთ რა თუ ჯიშო ყივის. ეხა ჩავიცვათ. ღონდისა მარტო ჩავიცვა. მე თუ რა ბედნიერება ამ სიცხეში ამ თბილისში ჩაცვა. პირდაპირ ევატიზმებზე გადავრჩები. დავაპაუზოთ. ესეც ესე. მოგწევთ. მე ვფიქრობ ამას ჩავიტან. ეს უკან იყოს. წინ იყოს ხოლმე ჩატანი. და ჯობია ხო? კი. ახლა მაგრამ ეძინება დედას კეფიცებით დიდი სიამოვნებით დავიძინებდი. მაგრამ ვინ დაგაძინებს? დროებით ამ ოთახში ვარ გადმოცხოვრებული, ნინოს საწოლში მეძინა. ესე იგი, ან მაგარი დაღლილი ვიყავი გუშინ, ან ისე არ ცხელოდა, იმიტომ რომ ცხვრის, არა,
800 კლათი რომ გავიღვიძე და წინა დღეებში 6 არ იყო რომ მეღვიძებოდა. ეხლა სახის რამე რომ ვიპოვო. Esate მინდა შალა. მოვდივარ ხარხნებო მოვდივარ. ვალის ფანხაიბო. ვალის ხომებიც თეატრი არ მიდდა. აი რაღაცები მოვიტანე და მე მოვიტანე არ ვიცი რა. არ მახსოვს. მე ესენი ერთ მინაგია, აი ესეთი ყავისფერი რომ აქვს, იმაში მინაგია წენები და ეგეთი რაღაცები, ხო და აი ხარ ოთახს გავარემონტებ და მაგას რო თავის ადგილს ვუყოვი, მაგ ყავისფერ რაღაცაში ჩავალაგებ აბსოლუტურად ჩემს ნივთებს სახატავისას და ეს არ ვიცი რა არის. ან საერთოდ ვისია. ესეც გამითავდა, არა ჯერ არის. და რა კარგი. აბდულშაჰილივით. ისე მაგ გამოვშალი ამ ტვერზე და უბედურობაზე და ამდენს წყალში ხელი ჩაყოფაზე ეს კანი. რო აი მაგის აბაზანაში რო ჩამსვეს იზავსა შეიწოს. რაც შეეხება დილანდე ვლოგს, სხვათა შორის ეგეთი ვლოგი, კაიხანი არ გადამიღია და ზოგადად უფრო დიდხნიანი მინდო და ტრადიციულად რა ხელაც არის ხოლმე 15-20 წუთამდე, მაგრამ ხო რამდენი იყო 10 წუთი რაღაცა წამები. ვიღებდი ძველი ტელეფონი, ძველით ხო რა, ანუ კარტარაშიც მაქვს ძველი ტელეფონი და მაგას ბევრი მახსოვრობა არ აქვს და ანუ მე ხო დიდ ვიდეოს ვიღებდი ჩვეულებრივ და მე ვაჩქარებდი და ვაპატარავდი და შესაბამისად ის დიდი ვიდეოც რო იყო და მე ეს პატარაც მეხსიერება იმაშვებოდა რა მეტს იკავებდა და ეს ვქენი თან აი უკვე მიმართლა ალაგ-ალაგ შესვენების დრო იყო და ანუ მეთქი ვლოგი მოვასწრო დავდო რა და მაგიტო დავდე 10 წუთიანი ვლოგი. მე შიგადაშიგ Facebook-ზე ვერთობოდი. დავდე კატის ვიდეო, მე დავდე ნინოს რომ მივიდე რომ ნაყინი წავართა. და მე დავდე ჩემი პრარაბი რო არ მასვენებ და მუშაობის პროცესში და ყავის დალევაც არ მაძალ. იცი როგორი ვლოგი უნდა გადავიღო ერთხელ. ხო იცით. ეს არის რაღაცა 102 ნობელი. ეს თირისა. აი ხელები რო არ გისვენდება და ეხლა კი ის აღარაფერი არ მიქნია, აი რაღაცას რო აკეთებ და რაღაცას რო იპოვი და მე რო ჩიჩქნი. აი მაგისა. და აი ხარ ვაწითლებული ვარ მაგისა კიდე. ის არა მაგ რა ქვია. გუბკა. სპონჟი, თუ რა ცახით. ნეტაი თქვენად. ხატვაც ფუნჯებით უნდა, მაგრამ მე ხელით მიჩევია ხოლმე ასე რომ ჩემი ხელები სპონჟიც არის, ისიც არის, ბარგალკაც არის. დრელეც არის. პლასკაც არის. ყველაფერი არის. ძალიან შინაურ ხალხთან მივიდივარ, ამიტომ ძალიან არ გადავაკვდები. მე ხალხნო ოქტომბერში მივიდივარ ქორწილში. სავარაუდოდ. ანუ არა, სავარაუდოდ ყველა ვარიანტში მივიდივარ, თუ ოქტომბერში იქნება ქორწილი. ასე უნდა მეთქვა. ხო და რამდენი ხანი ქორწილში წამიყვანი ხართ? ჰა? ხო და წავიდეთ. ხო და წავიდეთ ხარხნებო. მამიდა ჩემთან მინდა ნინოც ვერ მივიყვანი ხარხნო კვირის ექიმთან. ერთი უნდა უთხრა, ხვალე არ იქნებიან. ორ შაბათს რო თვითონ მივიდეს, მარტო რა. ეხლა ვინც იფიქრა რომ ვერ ახავ შეიძლება მარტო კვირის ექიმთანო, არ აქნინეს პრობლემა. ზოგადად არც ერთს. პირველად რო კვირის ექიმთან მივიყვანე ბავშვები, ეს რაღაც წავის, აჰა, კაი იყოს.
ივანე არ მყოლია ჯერ კბილის ექიმთან, ივანეს კაი კბილი. რომ მივიყვანე კბილის ექიმთან. ბარბარე უფრო ეს, იმიტომ რომ ფირფიტა ედო შეიძლება ბრეკეტებიც დასჭირვებოდა და არ დაჭირდა მთლიანობაში ბრეკეტები, იმიტომ რომ იმ ფირფიტამ კარგად გაუსწორა. აუ ეს ხო ფუნჯი უნდა წავიღო, მაგრამ აი. ხო და იცი როგორი განწყობით მივიყვანე, რომ არ შეშინებოდა. აბა ბარბარე, იფრა კარგია ბარბარე, ეხა ნახე და იცოდა რომ ეს რაღაცებს ვეხუმრებოდი ხოლმე და ზუსტად იცოდა რომ არ ეთკინებოდა. ეხა ნახე გეტკინოს მეთქი იფრა კარგი იქნება. მე არ მეტკინება, არ მეტკინება და მაგარი კბილის ექიმთან დამყავ მე ხა ძალიან ანუ 4 თუ 5 თნიანი კბილის ექიმები ჩვენთან სოფელში და არიან აი რო იტყვი ერთმანეთზე უკეთესები. უბრალოდ მე მაქვს ეგ ჩვევა, აი ერთ ექიმთან რომ მივდივარ, აი ბოლოს ჩემს ანდერც იმასთან დავწერე რა, ანუ ძალიან ეგეთ რაღაცაში ძალიან ის ვარ. ხო და პირველად მივიყვანე ბარბარე მანდ. მეც მანდ მივდავდიოდი, ბარბარეც მანდ მივიყვანე და მაგიტომ და ძალიან მაგარი მიდგომა აქვთ ბავშვებთან. ხო და ეხლა ნინოს უწევს ეგ მომენტი, რაც ბარბარეს რომ ცოტა კბილთა წყობა აქ არეული. ხო და მე მგონი რომ გავუშვებ. ბარემ და შუქიანთი რა, ჩამობნელა თუ მე მეჩვენება, ჩამობნელებული. პატარა ფანქარეს. შუქი. იყოს. ცოტა ხანი გავგრილდე მეთქი სახეზე და არაფერი აღარ წამისიო და დავაპაუზე. ძალიან იმას ავშვები ხარ, ხო, წვალობ, თვალი რატო ჩავდა ამეწო. რაღაცის მოძებნაში, იმიტომ რომ რატო დაგეწო ჟიაბუეტო და თვალში გაქვს ფანქარი შეყოფილი. ჯერ ანუ სადრა დავალაგე ვერ ვისავქენი რა გარკვევ ხოლმე და რაღაცა რომ მინდა მოვძებნო. კაი ხანი ვზივარ და ვფიქრობ, არა ვზივარ, გავარ და ვფიქრობ ხოლმე რომ ეს სად წავიღე, ეს ცოტა ხნით სად დავუმალე, რემონტ სად დავუმალე ცოტა ხნით. გარიფეხა ტახტზე მილაგია უჯრები, სადაც თეთრეული მილაგია და ჯერ ვერ შევიტანე ეს ხან თვალისაა და ხან რა ვისახატავ. ესე. აი, ჭველი რა იქნება. აი, არ მესმის ამას რათვის მე რო გადავალე ხლა უნდა გავიფინო ხაჭაპური. სავარაუდოდ. აი ეს რა თმინდა. ნინო ძალიან ახტუნობ. 2 წუთი სანამ აქ ვარ გააჩერე. რა უნდა ტუჩზე წამესვა და შუბლზე მივსვია. აი ესე რა იციან სურათების გადაღება. ესე ხომ აქ ჩვეულებრივი ტუჩები. და სელფი რომ მინდა გადავიღო, ჰაერს რო გარეთ ვერავენ და რა იყო ეგ ხა ერთ პერიოდი მანია რო გჭირდა, მე რა გჭირდა გაცოდაი. და ისა ხო თქვენს მე რეგაო წვერი არა აქ და აი საიდანაც შეიძლება რომ დახატოს იქიდან ვხატავ. ხო. სვაჩორს აქ ამაკ პომადა. აქ. და აი მას ხმარობ ხოლმე. ისე ხანდახარ გაწმინდო ხოლმე და იგი. მე რომ მქონდა ხმარობდი მოსტაფილოსფროს ან მუქწითელს. მოსტაფილოსფრო როგორია შვილი? ეს. ისა? ხო რაღაცა იგი მოყავს მოსტაფილო. ნეო. ხამებს ჩავაბინავ. და ახლა ეძახს მამა გეძახს. ბარბარე.
არა ბარბარეო. ულა გამოგიძახეს. გადახურე. ესეც ეს ეხა მოვიხსნათ რამდენად სველი თავი გვაქვს ნახოთ. ჟენ დაგავალებ ბარემ და გაიტანე გარეთ თუკზე და კიდე. მე ეხა თმები. ხო. სულ გარეთ ხო მაიას ეზოში გადაიტანე და იქა კიდე. ეხა წოხელ გაცინოთ. აქ წევარ მე, აქ წევს ნინო. ხო და მე იცი რა მიყვარს ხოლმე, რა მიყვარს კი რას ვაკეთებ ხოლმე, აქ ხო წევა. იმის მაგივრად რომ გადავბრუნდე და მეორე მხარეს დავწვევ, არ შვებ მაგას. აქედან მიღებ ბალის, აქეთ და ახლა აქეთ წვევ. ხო და ერთ-ერთ მაგ დროს, ანუ ავიღე ბალის და გადმოვდე და გადმოწეკენ და რაღაცნაირად მაგრილო და წარმოიდგინეთ. ხო და ანუ ამ მომენტში დავინახე რომ ბარბარეს ბეჭებს ჰქონდა გადახდილი და ახლა სულ ბოლომდე დაფარებას არ ვაპირებდი, მაგრამ ავდექი რომ ბეჭებზე მივაფარებ მეთქი რა. ანუ ნინოს რომ მივხედე ეძინა, ავიღე ბალიში აქეთ გადმოდე რომ აქეთ დავწვევი მეთქი და იმ აგ პერიოდში დავინახე ბარბარე ესეთ პოზაში რომ ბეჭები აქ ჰქონდა გადახდილი და მეთქი მარტო ბეჭებზე მივაფარებ რომ არ დასწრეს. ხო და ესა თვერი მქონდა გაშლილი, ანუ ძირითადად მაქვს ხოლმე კუდი შეკრული, როდესაც მძინა. ახლა რო ავდექი, მე თვითონ ვერ მივხვდი, ასე მქონდა თმები. აი ესე მქონდა თმები და ანუ წინაც რო ესე ჩავნა, ასე მივდივარ ბავშვთან რა და დავაფარო და მაგ დროს გადმობრუნდა აიქა და დამიაყა და ვაიმე და რა იყო შეკაიკარო მეთქი მევთხარი და ანუ მე ხო უარესად შემეშინდა, მაგრამ მე ჩემი თავი რო სარკეში დავინახე, იცი რას გავდიხარ, ხო აი საშინელებათა ჟანრის ფილმებში რო არის ხო იცი ეს აი ესეთი ბავშვები ტელევიზორიდან რო გადმოდიან, დედას გებცები ვერ განმასხვავებდი და იმ შუახამისას მე სხვა მიტყდა სიცილი მე ბარბარესაც და ისე შეეშინა და მე უარესად შესაძლოა გავხდი. აი იმ წამს გადმობრუნდა, აი თავზე რო ადგება მას. შეეშინებოდა, მაგრამ მოვიდოდა. ოკეი, ეს დავივარცხნი რა თქმა უნდა, ჯდომა ესე არა. ნინო, საჭმელი მაცივორშია. სმეტანაც არის, სმეტანა და პური ჭამე თუ და სმეტანა. აბა არა არის. მაიონეზია ვეტრით. ხო. არა, და მე მგონი სმეტანა. თუ არ და მაიონეზი ჭამე ხარ. აჰა. ეხლა თმა შევიკრა, მაგას ვიზავა რა. რას ქვირაქნა? ციგნი უნდა გეპოვა და წაგეკითხა. ძალიან კარგი იპოვი როგორც. ჩავედი და იმ ხელა ბიბლიოთეკა არის და. არა არის. 18 პლუს და ეგენი. კაიგეთ რა ხარ ხარ. აი, სულ 18 პლუსი არის და. საბაშუარო. რასა ვშვილო. ანუ დიდების არის? ხო. 18 პლუსი რა არის? ძე ხალხი იტყვის რომ რაღაცა საოცარი ციგნები აქვს თავად. რა გეშველება? საბავშვოებია. ეგ სკოლაშიც იტყვი, მიხარ და ისა რა შეგეკითხება ნუნუ მასწავლებელი? აბა დინო შვილო. დღეს რა წაიკითხე? არა, დღეს არა, ამ ზაფხულს რა წაიკითხე სკოლაში რომ მეთერები? არაფერი მასწავლებლის სახში ისა დედას და მამას 18 პლუსი ციგნები აქვთ. რა გეშველება? რაც კიდე ძალიან საბავშვოებია და ჩემი ასაკის რაც იყო ყველა წავიკითხე. მან არის საბავშვო ენციკლოპედია. აი ივანესთან არის საბავშვო ბიბლიის ისა წაკითხული გაქეკ. ივანესთან დევთაროზი წადიმიდე. რა. ეგ ყველა ტომის პირველი მეორე მესამე ესეთი ხელწიგნებია ბიბლიის განმარტება საბავშვო. იცი რა კარგია? ისინი აი ესეთი ოთხკუთხედების. პატარა წიგნებია ოთხკუთხედები იქადეო. საბავშვოა ეგ. 18 პლუსი არ არის. რა გეშველება? ვაა გვერდი. დამძიმდა ეხლა. აბა წადიმიდი. და რომ ერთ წელი მოყოვილთა გა. აჰ ეს დაიღე. რა მოყოლდა.
და ესეც უჯრაში ჩადე, მეორე უჯრაში, ზემოდან მეორე უჯრაში აქ, როდესაც. არ ვიცი ხა თმას როგორ გავიკეთე, დავიწნა და ამით შევიკრავ. მინდა ხოლმე რამე თავიწიო, მაგრამ ისეთი არაფერი არ მაქვს. რაღაცა ბანტიანი რაღაცა მაქვს და 18 პლუსია. რა ბუეტია, რა თქვა ხალხო? რა თქვა? მერთო თუ ავიწევ ბოლომდე ყველას ავიწევ, თუ ესე ყუდით ხო გავიკეთე. მე რა ვიცი. ცხელა რა და ეს რა? აი ისინი ხო? ხო, ეგენი. ამებს ივანე მეკითხავდა ხოლმე. ივანე გიკითხავდა პატარა რო იყავით. ეხლა ივანემ თავისი წაიკითხა, ეგ 9 ჯერ, ეხლა შენ წაიკითხე. ჯერ შეამოწმე 18 პლუს ხო რა შულო ეგაბა. ემან არ შესწდე. საბავშვოაც. და მაგრათავად. მე ეს ის არის, მე-4-ია, პირველიდან რატო დაიწყე? აუ, იმდენი არაგია ეხლა პირველად. პირველ ნაწილი აიღე და დაიწყე, იმიტომ რომ ზოგადად მაგას თავიდან აკითხულობე. შუიდან დაიწყე უკვე, ნუ ეს კიდობანი რო აშენდა. დედა როგორ გადავიჭიმე? აი ეს მაინც ვერ დავილაგე. აჰა. ნერვოზი გამიჩნდა. შორენას დამემართა. ეგ ბარბარის სავარცხელი აქ დამოუყარა. მე მზად ვარ, ახლა შეც გაიმზადება და წავალ. ცოტა ხნითოვან დრო მალე გადმოვიდე. თათმებს დაუყარი, ყველაფერს ვაჭამ, ვასვი. აჰა. ნინო, ერთი ბარბარის სავარცხელი მომაწოდე რა. ასე. აღარ მინდა არა. ჟელი ხო რა აქ მან ბარბარის. რა ქონდა და მე მგონი დავიწყო. აბა გამოიწევთ. ეს კამერა. ეს თურქეთში რო ვიყავ, იგეთის არის? კი ის აქ. თურქეთში ვიყიდეთ ეს. მე რა კარგი სუნი აქვს, ეს რის არის? აი მე ბაბოლის სუნი აქვს. ხო. აი მე რა კარგია. მეიტე შუა პატარა ბანკა მოიკა დავუყოთ. ჯამათ. იოგურტიო ქალო, ამასაც ჭამს თუ ისმევს. იოგურტ. აი მარშმელოუ, იოგურტ. ამას ისმევს. სად ისმევს შვილო ამას? არა, უეჭველი. მე მგონი თავზე ისმევს ხოლმე. არა, სახეზე ისმევს ხოლმე. ერთი წუთი. გადავთარგმნოთ ხახუნის იოგურტი არის. ეს მაყიდენა თურქეთში. ესაო დედაო ნახე რა მაგარი რაღაცაო. მე რა ვთვლი რა არის. დაიცა გადავათარგმნო. ხო, მართლა იოგურტი იყოს. კამერის გახსნა და თარგმნა. აბა მიდი. სხეულისო. მარშმელოუ იოგურტიო. ხმელთა შუა ზღვის სილამაზის საიდუმლოებო. დაიცა შულე ხლა ამას უნდა ეს გამას გადავისმევ და მაგარი იმიტომი არის, მაგარი кайსუნი როასთვის. ეს არ უთხრა. თუ ესეთი кайსუნი რატომ მეც არ ვიყიდე? ეს და დედა არ უთხრა ვიხმარე. თურქეთში ამისთვის. დედა. ისე ძაფრისუნი აქვს. რის კრემიო სხეულისაო. ხო, სხეული. მაგას სახეზე ისმევს ხოლმე. ხალხო რა კარგი რაღაცა არის. და როგორ დაარბილა? მაიკარა. ეგ შენ არა იყო. ეცო. თორე ადგილზე მიგაკლავს მუზივით. იმედია მე გადავრჩე. ნაპოლი რა. სულაც მე მივეცი ესა მე ვიყიდე ჩემი ფულით, ასე რომ თავისუფლად მეკუთვნე შიგადაშიგ შემოვიდე და მოვიპარო ხოლმე. მოკლედ, წავედი ახლა ამ ვიდეოს გავაკეთებ და ავტვირთავ, იმედია მოვასწრებ, თუ არ დაუცილებლად აიტვირთება თავისით. მანამდე წამოდით განახოთ რა გავაკეთეთ ჩვენ ტერიტორიაზე. არაზე ვიწვალეთ მთელი დღე. ეს დავაგერო მაინც ამ ადგილს უწამდა უწმენდაო ნესტიანი ტილოთი და ეს დავაგერო მაინც ანუ ფეხი ხშირად რო ხდება, ეს არ გავაფუჭო, რომ შარშანდელი დაგებულია. ეხლა ვნახოთ აქ რა ხდება.
აქ ესეთი ამბავია. ეს აქედან ჩამოვიღეთ და ნახეთ მაღლა ზომებში გავაკეთეთ სულ რა თქმა უნდა. აი ამის დახმარებით, აი აქ რო ეს მწვანე რაღაც ლაზერი უკვე გამზადებული არის, რომ ჭერში გავაკრათ ის. ეხლა ამასაც ამოვიღებთ და ამასაც ამოვიღებთ, ამასაც და ამასაც გიფსო კარდონით დავხურავთ, რომ მთლიანი კედლები იქნება, ესეც და მალევე დაიწყება ესა. ანუ ეგენია რა და მე უკვე კოსმეტიკაზე გადავალთ ისე რომ ძალიან მალე უნდა მოვჭეთ თუ კარგად მოვიქცევით. და სველტილოთი ხო ესა ბარემ მორჩიო და შაშანაც მიწერდნენ ხოლმე მაგას რომ ბარემ მორჩიო და მე დაალაგეო ბარემ ერთიანად. ბავშვ ფეხი მოვატეხ. ხო და ანუ რო წმენდავდა რაღაცა რა წამდაუწო. მასე ვერ ვაკეთებ. იმიტომ რომ აგე 1 მეტრა არის ამ ოთახამდე ზალაში მოკლედ და იცით თქვენ ეგ სიტუაცია რომ ყველგან გადადის მტვერი და ბუნგარი. ხო და ესე რომ დავტოვო ფიზიკურად აქ ცხოვრობთ ხო და მაშინ გამოდის რომ ყველაფერზე ბუნგალი მიუხედავთ იმისა რომ ყველანაირად ვიცოდი ამეებზეც ისევ არის დადებული მტვერი და მაგიტო არა უშუალო ვიწვალო თუ არც წვალობ ხა ძალიან სიამოვნებით ვაკეთებ მაგას და ისა მისჩვენია რომ მეტად დარწმუნებული ვიყო რომ სისუფთავე შენარჩუნებული მაქვს რემონტის დროს და ცხოვრება და სუნთქვა შეიძლება ამიტომ წმენდა. ეხლა წავედ დაგებშდებოდეთ მომავალ ვიდეომდე. ბეჭდური თუ ჯერ ის არის ბეჭდურიათან ის პირველი ასო ლამაზად იწერება ხოლმე ეგ. წავედი ხა მომავალ ვიდეომდე დაგემშვიდობებით და რა თქმა უნდა რემონტის ამბებს თქვენთან ერთად ნელ-ნელა წავედი. ძაფრია. ანუ ერთჯერადად кайსუნი აქვს, მაგრამ ჩემთვის ძაფრია. ძაფრისუნები კიდე მე მადამბლავს. წავედი.